იტალიის სენატში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ვითარება განიხილეს. სენატორმა მარკო ლობარდიმ დეტალურად ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე რეპრესიებზე და ქართული ოცნება რეჟიმად მოიხსენია. მან ყურადღება გაამახვილა მზია ამაღლობელისა და ნინო დათაშვილის პატიმრობაზე. ისინი არ არიან დამნაშავეები, ისინი პოლიტპატიმრები არიან. ქართული ოცნება არ არის ლეგიტიმური მთავრობა, აღნიშნა იტალიელმა დეპუტატმა. ირაკლი კობახიძე თურქმენეთში ზღვაზე გასასვლელის არ მქონე განვითარებადი ქვეყნების შესახებ გაეროს კონფერენციას ესწრება. ის დღეს სიტყვითაც გამოვა. კონფერენციის ფარგლებში კობახიძე აზერბაიჯანის პრემიერს, ასევე თურქმენეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტებს შეხვდა. 3 აგვისტოს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი გემი შემოვიდა, რომელზეც დატვირთული იყო ერთ-ერთი რუსული კომპანიის 15,000 ტონა დიზელის საწვავი. ინფორმაციას ადასტურებს შემოსავლების სამსახური. თუმცა უწყება ამტკიცებს, რომ გემზე გემის მფლობელ კომპანიასა და ტვირთზე საერთაშორისო სანქციები არ ვრცელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის რომეო მიქაუტაძის გათავისუფლების სანაცვლოდ ადვოკატმა მოსამართლეს დღეს 100,000 ლარიანი გირაო და ელექტრონული სამაჯურის გამოყენება შესთავაზა. მოსამართლემ მიქაუტაძე მაინც პატიმრობაში დატოვა.